გამარჯობათ. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება მოსახლეობის ცვლილებასა და აღწარმოებაზე, აგრეთვე საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებით და თუ დრო დაგვრჩა, შეიძლება სხვა საკითხებსაც შევეხოთ. მსოფლიოს დონეზე მოსახლეობის ცვლილება ბუნებრივი მატების სტოლია. სხვა მდგომარეობაა რეგიონებისა და კონტინენტების მიხედვით, სადაც ბუნებრივი მატების გარდა მოსახლეობის ცვლილებას საერთაშორისო მიგრაციაც განაპირობებს. აბსოლუტური რაოდენობის თვალსაზრისით, განსახილველი პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში მოსახლეობის მატების პიკი 1985-1990 წლების პერიოდზე მოდის. აღნიშნულ პერიოდამდე მოსახლეობა მატებით გამოირჩეოდა, ხოლო მის შემდეგ კლების ტენდენციით ხასიათდება. თუმცა 1995-2010 წლების პერიოდში საშუალოდ წელიწადში მსოფლიოს დაახლოებით 80 მილიონამდე ადამიანი ემატებოდა. ვარაუდობენ, რომ 2035-2040 წლების პერიოდში მოსახლეობის ცვლილება მატება, სხვანაირად რომ ვთქვათ, საშუალოდ წელიწადში დაახლოებით იმდენივე იქნება, როგორც 1950-1955 წლებში, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაიკლებს. მოსახლეობის ცვლილების დიდი რაოდენობა ნაკლებად განვითარებულ რეგიონებზე მოდის. განვითარებული რეგიონების მოსახლეობის მატება თითქმის მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში მცირდებოდა, ხოლო 2035 წლიდან მატება კლებით იცვლება. ევროპაში ასეთ ვითარებას უკვე 2015 წლიდან ელოდებიან. მოსახლეობის ცვლილების ზოგადი ტენდენცია ის არის, რომ ადრე თუ გვიან მისი რაოდენობრივი შემცირება ყველა კონტინენტის თუ განსახილველი რეგიონისათვის იქნება დამახასიათებელი. აბსოლუტური რაოდენობა მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ზოგად წარმოდგენას იძლევა. მოსახლეობის ცვლილების დასახასიათებლად მიზანს შეწონილია შესაბამისი მაჩვენებლის მოსახლეობის ცვლილების, სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსახლეობის მატების კოეფიციენტის გამოყენება, რომელიც მოცემულ შემთხვევებში პროცენტებშია გაანგარიშებული. მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი მატება, რაც შეიძლება გამოვხატოთ 2%-ის ფარგლებში, 1965-1970 წლების პერიოდშია დაფიქსირებული. განვითარებულ რეგიონებში ის უკვე ამ დროისათვის იყო 1%-ზე ნაკლები, ხოლო ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში აღნიშნულ პერიოდში მისი საშუალო წლიური სიდიდე 2,5% შეადგენდა. აფრიკა ის კონტინენტია, რომლის მოსახლეობისათვის დამახასიათებელია ძალიან მაღალი მოსახლეობის მატება, რასაც მოსახლეობის ბუნებრივი მატების დონე განაპირობებს. აფრიკაში მოსახლეობის განსაკუთრებით მაღალი მატებით გამოირჩევა აღმოსავლეთ აფრიკა, ხოლო შედარებით დაბალით სამხრეთ აფრიკა. ლათინურ ამერიკაში, ოკეანეთსა და აზიაში მოსახლეობის მაღალ მატებას მოჰყვა მისი სხვადასხვა ზომით შემცირება, რასაც მომავალში მოჰყვება მოსახლეობის მატების თვალსაზრისით კიდევ უფრო განსხვავებული მდგომარეობა. აზიაში მაღალი მოსახლეობის მატებით გამოირჩევა დასავლეთ აზია, ხოლო დაბალით აღმოსავლეთ აზია. ევროპაში უკვე კარგა ხანია, რაც მოსახლეობის მატება 1%-ზე ნაკლებია. 2000-იან წლებში იგი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდა, არ იცვლება, ხოლო 2015 წლიდან მატება კლებით შეიცვლება. აქაც უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი, რომ ევროპა თვითონ განსხვავდება, როგორც თავისი შიდა დაყოფით, რეგიონებით,
ისევე ქვეყნების მიხედვით, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში უკვე კარგა ხანია, რაც კლებას აქვს ადგილი. ამ საკითხებს ჩვენ მოგვიანებით გავიხილავთ. მოტანილ განსხვავებებზე ნათელ წარმოდგენას იძლევა დიაგრამაზე ერთ შემთხვევაში მკვეთრად განსხვავდება განვითარებული და ნაკლებად განვითარებული რეგიონები. მეორე შემთხვევაში მკვეთრი განსხვავება შეიმჩნევა ევროპისა და აფრიკის მოსახლეობის კოეფიციენტებში, რომელიც ჩვენ წინ ვნახეთ უკვე. ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში 2005-2010 წლების პერიოდში საშუალო წლიურად ბუნებრივი მატება 77 მილიონზე მეტი იყო, მაშინ როდესაც იმავე დროს განვითარებულ რეგიონებში ბუნებრივი მატება 1,5 მილიონზე ნაკლები იყო. 2055-2050 წლების პერიოდში საშუალოდ განვითარებულ რეგიონებს წლიურად ბუნებრივი გზით, ესე იგი მოგზაურობის სიჭარბით შობადობაზე 3 მილიონზე მეტი ადამიანი დააკლდება, ხოლო ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს იმავე დროს 34 მილიონამდე მოემატება. წარსულსა და სადღეისოდაც ძალიან მაღალი ბუნებრივი მატებით გამოირჩევა აზია, თუმცა მომავალში, ეს არის დაახლოებით 2030 წლის პერიოდი, აფრიკის მოსახლეობის ბუნებრივი მატება აბსოლუტური რაოდენობის თვალსაზრისით გაუსწრებს აზიისას. ევროპაში უკვე მე-20 საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოგზაურობა აჭარბებს შობადობას და ევროპის მოსახლეობა აღნიშნული დროიდან კლებულობს ბუნებრივი გზით. ასეთი მდგომარეობა მთელ მსოფლიოში ევროპის გარდა 230 წლიდან მხოლოდ აღმოსავლეთ აზიისათვის იქნება დამახასიათებელი. მოსახლეობის ბუნებრივი მატების კოეფიციენტს თუ განვიხილავთ, შევამჩნევთ, რომ მსოფლიოში ბუნებრივი მატების შემცირება ძირითადად 1970-იანი წლებიდან იწყება და მას მუდმივი კლების ტენდენცია ახასიათებს. 2055-50 წლების პერიოდში მოსახლეობის მოსალოდნელია, რომ ბუნებრივი მატება ზოგადად მსოფლიოში 3-ჯერ და უფრო მეტად ნაკლები იქნება დღევანდელთან შედარებით. განვითარებული რეგიონების მოსახლეობის ბუნებრივი მატება მნიშვნელოვნად ნაკლებია ვიდრე ნაკლებად განვითარებული რეგიონების. ამასთან განვითარებულ რეგიონებში მოსახლეობის კლება მნიშვნელოვნად ადრე დაიწყო ნაკლებად განვითარებულ რეგიონებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ზოგადი ტენდენციის მიუხედავად, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გზით შემცირებით გამოიხატება, განსხვავება განვითარებული და ნაკლებად განვითარებული რეგიონების მოსახლეობის მატებაში მომავალშიც საგრძნობი იქნება. ასე მაგალითად, ევროპაში უკვე 10-ზე მეტია, რაც მოსახლეობის მატება კლებით არის შეცვლილი და მომავალში ეს პროცესი უფრო გამოხატულ ხასიათს მიიღებს. სხვა კონტინენტების მოსახლეობის შემთხვევაში მატების შემცირების მიუხედავად ასეთ მდგომარეობას ადგილი არა აქვს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მხოლოდ აღმოსავლეთ აზიისათვის იქნება კლებას ადგილი, ისიც 2030 წლის შემდეგ. რაც შეეხება მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის სიდიდით თუ ვიხემძღვანელებთ, შევამჩნევთ, რომ მსოფლიოსა და კონტინენტების ასევე გამსვლელებული რეგიონების უმრავლესობისათვის დამახასიათებელია თაობათა განახლების შენელება და მარტივი აღწარმოებიდან შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმზე გადასვლა. მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად განსხვავდება განვითარებული და ნაკლებად განვითარებული რეგიონები. განვითარებულ რეგიონებში უკვე 1970-1975 წლების პერიოდში ადგილი ჰქონდა მოსახლეობის მარტივ აღწარმოებას. ანუ წინა და მომდევნო თაობა დაახლოებით თანაბარი იყო, რომელშიც შემდგომში შეკვეცილი აღწარმოებით შეიცვლება. ანუ
მომდევნო თაობა წინაზე ნაკლები აღმოჩნდება. სავარაუდოა, რომ მთელი განსახილველი პერიოდის ბოლომდე განვითარებულ რეგიონებში ვერ მოხერხდება თაობათა განახლება. ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში მოსახლეობის აღწარმოება 1965-1985 წლების პერიოდში ორჯერ უფრო მაღალი იყო განვითარებულ რეგიონებთან შედარებით. შემდგომში თაობათა განახლება ნაკლებ განვითარებულ რეგიონებში უფრო მნიშვნელოვნად მცირდებოდა ვიდრე განვითარებულ რეგიონებში და ამდენად განსხვავება მათ შორის კლებულობდა. აღსანიშნავია, რომ 2050 წლისათვის აღნიშნული განსხვავება პრაქტიკულად ნიველირდება. რაც შეეხება აფრიკას, ხედავთ, რომ აფრიკაში მოსახლეობის აღწარმოების მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად 2050 წლისათვისაც შენარჩუნებული იქნება ოდნავ გაფართოებული აღწარმოება, ანუ მომდევნო თაობა რამდენადმე მეტი იქნება წინაზე. თაობათა განახლების მაღალი დონით გამოირჩევა თვითონ აფრიკაში აღმოსავლეთი და დასავლეთი აფრიკა, ხოლო დაბალი დონით სამხრეთი და ჩრდილოეთი აფრიკა. ზოგადად აზიის კონტინენტის მოსახლეობის აღწარმოება უკვე სადღეისოდ მიუახლოვდა მარტივი აღწარმოების ზღვას, რომელიც მომავალში შეკვეცილი აღწარმოებით შეიცვლება. აღმოსავლეთ აზიაში შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი უკვე 1990-იანი წლებიდან დამკვიდრა. აზიის სხვა რეგიონებთან შედარებით გარკვეულწილად მაღალი აღწარმოებით გამოირჩევა დასავლეთი აზია. ევროპაში უკვე 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვერ ხერხდებოდა თაობათა განახლება. ამ თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდი ევროპაში 1995-2005 წლებში იყო. შემდგომში მდგომარეობა დაიწყო რამდენადმე გამოსწორება, თუმცა მთელ განსახილველ პერიოდში ევროპისათვის დამახასიათებელი იქნება მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი. ლათინურ ამერიკაში მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოება სადღეისოდ მარტივი აღწარმოებით შეიცვალა, ხოლო მომავალში მას შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი შეცვლის. ის განსხვავებები, რომელიც მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით დამახასიათებელი იყო ლათინური ამერიკის რეგიონისათვის, მაგალითად შედარებით მაღალი აღწარმოება ცენტრალურ ამერიკაში თანდათან მცირდება და მომავალში პრაქტიკულად ნიველირებული იქნება. ჩრდილოეთ ამერიკაში 1970-იანი წლებიდან დამკვიდრა მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი, რომელიც ასეთად დარჩება მომავალშიც. ზოგადად ოკეანეთში თაობათა განახლების შემცირებას 2025-30 წლების პერიოდში მოხვევა მისი მარტივი აღწარმოების დონემდე დასვლა, ხოლო შემდეგ რამდენადმე შეკვეცილით შეიცვლება. 1980 წლამდე მოსახლეობის საკმაოდ მაღალი აღწარმოების გამოირჩეოდა პოლინეზია და მიკრონეზია, თუმცა თაობათა განახლების მნიშვნელოვან შენელებას მომავალში მოხვება შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმის დამკვიდრება. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მარტივი აღწარმოების დონე 1975-დან უფრო 80-ისათვის წლების პერიოდში იქნა მიღწეული, ხოლო 1990-იანი წლებიდან გვიდრდება მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი.